აი კობახიძემ მიმასწავლა კობახიძემ ჩვენი ღორის ხორცი და გავაკეთოთ ოჯახური 10 ლარად. ამ ოჯახურის მომზადებას დავიწყებთ, რას ვაკეთებთ? ნუ მართალია დავცალე უკვე სანამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, მაგრამ მაინც. კარგად შევაპიწყინოთ ტაფაზე ღორის ხორცი ისე რომ თავისი უგემრიელესი ცხიმი რომ გაუშვას ხონმა. შემდეგ უკვე კარგად გავთვალოთ კარტოფილი, რა თქმა უნდა, აუცილებელია სანამ პიწყინდება ჩვენი ღორის ხორცი, კარგად გავთვალოთ კარტოფილი. აი ჩვენი კარტოფილი კარგად გავთვალე და ეხლა დავჭრათ კუბიკებად. ჩემი ცოლი მოვა მალე სახლში და მინდა გემრიელი საჭმელი დავახვედრო. აი დაახლოებით. აი ესეთი კუბიკები რო იყოს. აი ესეთი კუბიკები. თა გამოვიდეს უფრო გემრიელი და უფრო კოკლოზინა. რას ვაკეთებთ? კაია რა. აი დაახლოებით ასე კუბიკებად უნდა დაიჭრას, კიდე ცოტა წყალს გადავავლებ და დავუმატებ ჩვენს ღორუკას ხორცუკას. პიწყინობს, აპიწყინდა ჩვენი აფა. მარილი რა თქმა უნდა გემოვდები. სანამ ჩვენი კარტოფილი პიწყინდება, რას ვაკეთებთ? გამალოთა რა, ამ კაცმა გამალოთა. ვინ არის ეს კაცი ერთი გამაგებინეთ. რამდენ სვავს არა და მეც მომანდომა. ასე გძლად დავჭრათ ხახვი და შემდგომ უკვე გავუკეთოთ ჩვენს ოჯახურს. აი ჩვენი ხახუკა გავუკეთოთ ჩვენს ოჯახურს. სანამ ჩვენი ოჯახური ბოლომდე პიწყინდება, რას ვაკეთებთ? ის რა არის? შეკრა ჯაჭვის პერანგი, გაკრა ხელი და დახტია. აგიმარჯოთ მთელ საქართველოს. იხარეთ, იბედნიერეთ და დღეგრძელობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. დედა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი და ჩვენი ოჯახების მფარველი. დაი დამზადდა ჩვენი უგემრიელესი ოჯახური. ნახეთ როგორი გემრიელობა არის, როგორ პიწყინობს. აი ჩვენი ოჯახური და ერთად გავსინჯოთ, რა თქმა უნდა. ძალიან კაია. ძალიან კაია. გააკეთეთ ყველამ ოჯახური. მართლა ძალიან კაია. კაია ხო? კაია? მართლა კაია.